ვენსი მუდმივად ეკითხება საკუთარ თავს, გამართლებულია თუ არა მორალური თვალსაზრისით ომი ირანთან. ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტის პერიოდში მისი მოსაზრებებს აყალიბებდა ქრისტიანული კონცეფცია სამართლიანი ომის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ლიდერებს რთული კითხვები დაუსვან საკუთარ თავს. მუდმივად ვეკითხები საკუთარ თავს, გამართლებულია კი ეს, მორალურია, სწორია, აღიარა JD Vance. ბრიტანული ჟურნალი ეკონომისტი წერს, რომ ზელენსკი ემზადება იმისთვის, რომ კიდევ 2-3 წელი იომოს. თუმცა გამოცემა იმ პრობლემებზე მიუთითებს, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალონ ამ გეგმის რეალიზაციას. ესენია მათი კორუფცია, ძალდატანებითი მობილიზაცია და ის, რომ უკრაინის მმართველი რეალობას მოწყვეტილია. სამთავრობო წყაროების ცნობით ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიდევ 2-3 წლიანი ომისთვის მოემზადონ. არ არსებობს დამაჯერებელი მიზეზები იმისა, ფიქრობთ, რომ უკრაინა ამდენ ხანს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას ვერ შეძლებს. ის გადარჩება, მაგრამ გადაიქცევა მილიტარიზმით და სამხედრო კორუფციით მოცემულ ქვეყნად. ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინული საზოგადოება სულ უფრო და უფრო მეტად იღლება ომისგან და ზელენსკის კორუმპირებული მთავრობისგან. უკრაინაში საზოგადოებრივი განწყობების გასაჯაროებულმა კვლევამ, რომელიც ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა, გამოავლინა საზოგადოების სამ ბანაკად დაყოფის ფაქტი. 46% პატრიოტები შეადგენენ, 36% ზომიერები და 18% დემოტივირებულები. სიმპტომატურია, რომ მოტივაციის დაკარგვის მთავარი ფაქტორები აღმოჩნდა არა ტრამვები და დაღლილობა, არამედ ელიტის კორუფცია და უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. სტატიაში აღნიშნულია ასევე, რომ უკრაინის მოსახლეობა დაიღალა ძალდატანებით მობილიზაციით. მობილიზაციის ირგვლივ შექმნილი უსამართლობის განცდა სულ უფრო მტკივნეული თემა ხდება. მათთვის, ვინც დამარცხების ზონის სიღრმეში აღმოჩნდება, ესაა ხოლმე გზა ერთადერთი მიმართულებით. ასეთი გაგზავნების მიმართ შიში, რასაც ზოგჯერ იყენებენ დაკავებული დეზერტირების დასაჯელად, ფრონტზე მსახურების სურვილს ძირს უთხრის. ძალდატანებითი მობილიზაცია ნორმად რჩება, თანაც მას, როგორც წესი, სასტიკი ფორმით ატარებენ. გარდა ამისა, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ზელენსკისთვის კრიტიკა სულ უფრო მიუღებელი ხდება, ის რეალობას ცილდება. ქვეყნის მომავლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ასევე საშინაო პოლიტიკა. სამხედრო ზეწოლამ და კორუფციულმა სკანდალმა კვლავ გააცოცხლეს ძველი განხეთქილებები. ერთ-ერთი მათგანი ეხებოდა დაახლოებით $100 მილიონი მითვისებას და ამ საქმეში პრეზიდენტის გარემოცვის წევრები ფიგურირებდნენ. პრეზიდენტის სიმამაცის და დიპლომატიური მოქნილობის მიუხედავად, ის მტკივნეულად აღიქვამს კრიტიკას. იმის ნაცვლად, რომ მთავრობა ძლიერი სპეციალისტებისგან დააკომპლექტოს, ის სულ უფრო კარგავს კავშირს რეალობასთან და მართვის ბიზანტიურ სტილში იძირება. ზელენსკის ოფისი აკონტროლებს მედია სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის ანონიმურ ეკაუნტებს სოციალურ ქსელში, რომლებსაც ოპონენტებზე თავდასხმებისთვის იყენებენ. ანტიკორუფციულ გამომძიებლებს შემხვედრი საქმეების აღძვრით საბოტაჟს უწყობენ. ზელენსკი ვერ იტანს ძლიერ ადამიანებს. მან თავის ირგვლივ ლოიალურთა წრე შექმნა, ჩივის დაზვერვის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ არ შეხვდება ვლადიმერ ზელენსკის მანამ, სანამ კარპატელი უნგრელების საქმეში პროგრესი არ იქნება. მათ შორის პირისპირ შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კი უკრაინა შეასრულებს უნგრული მხარის მოთხოვნებს და დაარეგულირებს უკრაინაში უნგრულ უმცირესობასთან დაკავშირებულ სიტუაციას, განაცხადეს პოლიტიკოსის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ახლა ამ საკითხზე მიმდინარეობს ტექნიკური კონსულტაციები, ხოლო უფრო მაღალი შეხვედრის შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ გაჩნდება, როდესაც ამ მოლაპარაკებებში პროგრესს მივაღწევთ. გერმანული ბერლინ ცაიტუნგი წერს, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია შემაშინებელი სისწრაფით იცვლება. ევროპულ დედაქალაქებში უცებ გააცნობიერებს, რომ ჯიუტად ფსონის დადება მოსკოვის დამარცხებაზე ისინი ჩიხში შეიყვანა. იზრდება რუსეთთან მოლაპარაკებების მიმართ მზაობა, ხოლო შიშის მთავარი მიზეზი გახდა არაპროგნოზირებად ამერიკასთან პირისპირ დარჩენა. ევროკავშირის ქვეყნები სულ უფრო ხშირად სვავენ კითხვას, რა ვქნათ თუ კი კონფლიქტი მოსკოვთან პირდაპირ კონფრონტაციაში გადაიზრდება.
იზრდება, ხოლო ვაშინგტონი, რომელიც საკუთარი საქმეებითაა დაკავებული, უბრალოდ გვერდზე გაიწევს. ძველი სტრატეგია კიევის მაქსიმალური მხარდაჭერისას მოსკოვთან ხისტი დაპირისპირება ამ სიტუაციაში კარგავს თავის შიდა ლოგიკას. ნათქვამია სტატიაში. მაკრონის სატელეფონო მოლაპარაკებები ლუკაშენკოსთან, მომლაპარაკებელთან კანდიდატურების განხილვა, ეს ყველაფერი პანიკის სიმპტომებია და არა დიპლომატიური გარღვევის. ევროპა ცდილობს დაიბრუნოს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდაზე, რომლის თავშიც ახლა ტრამპი ზის. ამერიკის შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული ომის უსასრულოდ გაგრძელებაში. ტრამპი აცხადებს, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს. იმავდროულად ის ეჭვის ქვეშ აყენებს ტრანსატლანტიკურ გარანტიებს. ევროკავშირი კოშმარის წინაშეა. შესაძლებელია კონფრონტაცია როგორც რუსეთთან, ასევე არაპროგნოზირებად ამერიკასთან, წერს გაზეთი. ეკონომიკური ზეწოლაც თავის საქმეს აკეთებს. ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა ომმა გამოიწვია, ევროპულ წარმოებას ძალიან მტკივნეულ დარტყმას აყენებს. სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდებები მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზაციის სასარგებლოდ, თუნდაც ენერგეტიკის დარგში. ომი რაც უფრო დიდხანს გრძელდება, მით უფრო იზრდება რუსეთს და ნატოს შორის პირდაპირი კონფრონტაციის საფრთხე. ნათქვამია სტატიაში. თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს იმედი აქვს, რომ ისრაელის ტირანი პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ საკადრის გაკვეთილს მიიღებს მსოფლიოს მუსლიმებისგან თან, რაც შეიძლება მალე. რა თქმა უნდა, ჩვენ გადავიტანეთ პალესტინა, გადავიტანეთ ღაზა. ის რაც პალესტინაში, ღაზაში ხდება, ჩვენთვის ამ ზეიმის დროს განსაკუთრებული პოზიციაა, განსაკუთრებული სიმტკიცის ნიშანია. ღმერთმა ქნას, რომ რაც შეიძლება მალე ადამიანმა სახელად ნეთანიაჰუ ამ ტირანმა საკადრისი გაკვეთილი მიიღოს მსოფლიოს მუსლიმებისგან და ასეც იქნება. მე ამის მჯერა. იმედი მაქვს ამ ყველაფერს, რაც შეიძლება მალე ვნახავთ, განაცხადა ერდოღანმა. ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ რუსეთი ევროპას თავს დაესხმება. არ მჯერა, რომ პრეზიდენტი პუტინი თუ კი უკრაინაში ომი დასრულდება, ევროპას დაესხმება თავს. პირადად მე არ მჯერა, თუმცა შეიძლება ვწდებოდე. ევროპაში ბევრი ჭკვიანი ადამიანია, რომელსაც ვიცნობ და რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დიახ, ის ამას გააკეთებს. ამიტომ მიმაჩნია სისულელეთ მთავრობის სიტყვები იმის შესახებ, რომ საჭიროა მომავალში შესაძლო კონფლიქტისთვის მზადება, განაცხადა ბლერმა. თუკი სომხეთი განაგრძობს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რუსეთი შეწყვეტს რესპუბლიკისთვის გაზის, ნავთობპროდუქტების და ალმასების მიწოდებაზე გაფორმებულ შეთანხმებებს, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა მარია ზახაროვამ. მისი თქმით, მოსკოვმა უკვე გააფრთხილა ერევანი ამგვარი ნაბიჯის შესაძლო შედეგების შესახებ. შოტლანდიას უნდა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს. შოტლანდიის მთავრობის ხელმძღვანელმა ჯონსონიმ პარლამენტში გამოსვლის დროს მთავრობის პროგრამა წარადგინა. პროგრამა ეფუძნება კეთილდღეობის, უსაფრთხოების და სამართლიანობის იდეებს. მან ასევე მოითხოვა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება. რეალურად უსაფრთხო და აყვავებულ შოტლანდიას საკუთარი პოტენციალის გამოვლენა შეუძლია მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ, განაცხადა სუინიმ და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი შოტლანდია უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. იმედი მაქვს, რომ შოტლანდიისთვის კანონიერი უფლების მინიჭება, რომ გადაწყვიტოს საკუთარი ბედი, საფუძველს ჩაუყრის უფრო სამართლიანი და აყვავებული ქვეყნის აშენებას ევროკავშირის დამოუკიდებელი წევრის რანგში, თქვა მან. ერთი დღის განმავლობაში ტრამპის სამ ქვეყანაზე შეტევით დაიმუქრა, განაცხადა ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრალური შტაბის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ებრაჰიმ ზოლფაგარიმ. დილის 9 საათზე ტრამპი დაიმუქრა, რომ გაანადგურებს კუბას. დღის 2 საათზე თქვა, რომ ირანს დაარტყამს. საღამოს 5 საათზე, რომ შეუტევს ომანს. ეს ყველაფერი მან თქვა ერთი დღის განმავლობაში. ამერიკელების 70%-მა ეს სულელი აირჩია, რომ ეს ყველაფერი აკეთოს, განაცხადა ზოლფაგარიმ.